გადაცემა რადიომანია. მე მომეწონა ბანკის ერთ-ერთი SMS-ი, რომელსაც დაუბრუნდით და არა იყო, ხო, როგორც მახსოვს. ერთი ვცადოთ ამ ბრანკი. თუ შეიძლება ბრანკი ვცადოთ ახლა. ბრანკი. ლაშა ბარნოვი. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. პროკრედიტ ბანკიდან გაწუხეთ თეონაელის ბარაშვილი. გამარჯობა. ლაშა ბარნოვს ვესაუბრებით? ბატონი ლაშა. დიახ, თქვენ რაღაც განაცხადი შემოიტანეთ, ჩვენთან ახლა ამოაგდო და თუ შეგიძლიათ ზუსტად დაგვისახელოთ რა განაცხადი შემოიტანეთ, რომ გადავამოწმოთ კომპიუტერში. ბიზნესის ხზე შემოვიტანე განაცხადი. დიახ, მართალია ბიზნესის ხზე შემოიტანეთ და რამდენი გსურთ? მინიმალური არის ჩვენ ბანკში $5,000, ანუ ეკვივალენტი არის 8,500 ლარი. დიახ, რასაკვირველია, მე ყველაფერი ვიცი, უბრალოდ მაინტერესებდა გადამოწმება მინდოდა. ბატონო ლაშა, ეხლა რა შესაქმე? ანუ ჩვენთან არის მინიმალური $5,000. როგორც იცით, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ცოტა უფრო მეტი შემოგთავაზოთ. თქვენ გსურთ ხომ მეტი თანხა გაიტანოთ? არა, რატო რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ახლა? აქცია ესეთი და თქვენ მოყევით 1000 მე-1 კლიენტი ბრძანდებით თქვენ. დიახ. თქვენ მოყევით ამ აქციაში და ჩვენ შეგვიძლია რომ $10,000 ეკვივალენტით შემოგთავაზოთ თანხა. კი ბატონო და რა პირობები მაშინ პირობები არის შემდეგ. აქცია არის და თუ ერთ-ერთი საუკეთესო სიტუაციაში ვარ. დიახ. პროცენტი მაინტერესებს უბრალოდ, იმიტომ რომ დიახ, ანუ პროცენტია. დიახ, რასაკვირველია, ამაზე გირეკავს, სწორედ 6%-ია. რამდენი? 6%. დიახ. ძალიან ცოტა დამენახმებით ალბათ, იმიტომ რომ ძირითადად მაგაზე უარი როგორ უნდა თქვა ეს შემოთავაზება. რასაკვირველია, ოღონდ ერთი ამ შემთხვევაში არსებობს ერთი მაგრამ. იცით რა არის, ჩვენ უნდა გადაგიღოთ რეკლამაში, პროკრედიტ ბანკის რეკლამაში. ანუ შინაარსი იქნება შემდეგნაირი, თქვენ ალბათ თანახმა ხართ. გააჩნია ახლა როგორ. ახლა გეტყვით, მოგახსენეთ ყველაფერს. ესე იგი, შინაარსი იქნება შემდეგნაირი, თქვენ შემოდიხართ, ანუ მე სინოფსის მოგიყვებით უბრალოდ, ახლა მთლიანად ვერ ჩამოვაყალიბებ ამ ყველაფერს, უფრო რეჟისორი გაგესაუბრებათ ამაზე და ცოტა ხანში გადაგრთავთ და გაგესაუბრებათ. მე მოგახსენეთ, ანუ შემობრძანდებით თქვენ წელზემოთ შიშველი. ბატონო? წელზემოთ შიშველი შემობრძანდებით ოთახში, ძალიან ბედნიერი, პირიქით ბოდიში, ძალიან მოწყენილი, გაუბედურებული, ანუ თქვენ გჭირდებათ ფული, თანხა, სახეზე უნდა გეწეროთ ეს ყველაფერი, ანუ ამას რეჟისორი გაგაკეთებინებთ. უკაცრავად, შეიძლება რაღაც გითხოთ? რა თქმა უნდა. ხუმრობა ხო არ არის? რისი ხუმრობა? რაღაც არარეალურად ჟღერს უბრალოდ, თუნდაც არ გამიგოთ რა. არა, შემოწაყრელო არაფერი არ არის ხუმრობა. უბრალოდ თქვენ 1000 მე-1 კლიენტი აღმოჩნდით პროკრედიტ ბანკის სესხების, ბიზნეს სესხების კონკრეტულად. ესე იგი ბედმან გამიგებო, დიდი მადლობა. და დიახ. კი ბატონო, მაშინ როგორ შევთანხმდეთ, როდის შევხვდეთ და როდის მოვბრძანდით? აი ხვალ მოვბრძანდით ერთი წუთით ახლა აგიხსნით რა, უბრალოდ მინდა რომ დამთანხმდეთ ჯერ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ რთულია ესე და ალბათ დამეთანხმებით. წელს ჟემოთ შიშველი, ანუ მაინტერესებს თქვენი თმიანობა, რომ თქვენ თუ ძალიან თმიანი ხართ, ამიტომ დიდი გრიმი დაგჭირდებათ. ტანზე, იმიტომ რომ ეს ისეთი მომენტია მაინც ხო ხდებით ესთეტიური უნდა იყოს ყველაფერი. კარგი, ხა არ ვარ დაკომპლექსებული ადამიანი და რა ვიცი შეიძლება ანუ თმიანი ბრძანდებით ტანზე? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა თმიანი ბრძანდებით. ანუ თუ არის იმის შესაძლებლობა რომ გაგპარცოთ. გაგპარცოთ ან ცოტა შეგითხელოთ თმა, იმიტომ რომ გრიმი არ დაფარავს ამ ყველაფერს. და აირეკლავს. თავზე თუ ტანზე წელზემოთ უნდა იყოს შიშველი. ანუ მე ეს დაედება უკვე კომპიუტერით დაედება ჩვენი ფერები თქვენ ტანს. და კომპიუტერთან შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს? იცით რა არის, საქმეც მაგაშია რომ თმა ისეთი რაღაცაა და მეთანხმებით რომ აუცილებელია რომ დაიფაროს. ტელეფონში რომ ვისაუბროთ, ამაზე არ შეიძლება? ტელეფონში ვსაუბრობთ. დიახ. გირეკავთ. რომ მოვიდე და ისე გავისაუბროთ. აი რომ იცით რა არის, მე ჯერ მინდა რომ თქვენი თანხმობა მივიღო. არის კიდევ ესეთ რაღაც ყირაზე თუ დგებით, თუ შეგიძლიათ ყირაზე დადგომა. და თუ გაქვთ მუსიკალური მონაცემები კიდევ. ანუ ყირაზე თუ არ შეგიძლიათ, მაშინ არანაირი არ მოხს. აი ესეთი რაღაც რო წაიმღეროთ, რომ პროკრედიტ ბანკი, აი ესეთი რამე რო წაიმღეროთ. არა, ეგეთი რაღაცები ცოტა. აი მოკლედ უკვე პრობლემაში არ მიმღერია და რა. არა უშავს, არ არის პრობლემა, გავასწორებთ კომპიუტერით. აი უბრალოდ ესეთი რაღაც წაგვიმღეროთ. პროკრედიტ ბანკი. აბა.
ხმის ტემბრი. ვაიმე, იცით რა არის, ესეთ აქციაში მოყევი და ძალიან მენანებით რომ თქვენ უარი თქვათ. მოვალ და მაშინ მან ვიმღერებ. ვაიმე, არა, იცით კი, ეხლა უნდა გავიგოთ თქვენი მონაცემების შესახებ. ტელეფონში მაინც ვიძახით კარგად. კი, ვაიმე, რას ლაპარაკობ, ჩამწერი გვაქვს ჩართული და იწერება ეს ყველაფერი. აი, უბრალოდ მოკლე ფრაზა, პროკრედიტ ბანკი, აი ესეთი რომ წაგვიმღეროთ. თუნდაც სმენის გარეშე გავასწორებთ აქვე. აი, დაწყებულია ჩაწერა. ეხლა რაღაცნაირ უბრალოდ კომპლექსი მაქვს ეხლა ესეთი რაღაცების და წოდით აი ეხლა არ მიმღერია და ეხლა ტელეფონში სიმღერა მით უმეტეს რა. იცით რა 6%-ზე აქ საუბარი და თუ გნებავთ, მაშინ სხვას დავურეკავთ, კი ბატონო. აი, დიდი მადლობა, რა ვიცი ეხლა. სიმღერის გულით თუ ადამიანს უხსეუბნები. არა, უარს არ გეუბნებით, სიმღერა არ არის აქ მთავარი, ხო ხდებით, ანუ რეკლამაა საჭირო და უბრალოდ თქვენი ტემბრი რო გავიგოთ, ერთი ფრაზა რა მოხდება, ნუ აი პროკრედიტ ბანკი, აი ეს მხოლოდ ეს, მეტი არაფერი. პროკრედიტ ბანკი აი, კი, ისე ცოტა გააგრძელეთ რა. ერთი წუთით ახლა თავიდან ჩავწერ რა. 1, 2 და 3 წავიდა. პროკრედიტ ბანკი აი, ის ნუ წყვეთ თუ შეიძლება. აი, პროკრედიტ ბანკი. აი, რაღაცა ჩაახვიეთ. დავარბილო. აი, ზუსტად. მეც ახლა კარგად არ გამეგება სიმღერა, მაგრამ დიახ, წავიდა. პროკრედიტ ბანკი ხო, აი შეიძლება, დიახ. და იცით რა არის, 1 წუთით რაღაცას ჩავინიშნავ. ალო. გამძანებით ხო? ისა რა ქვია. კი ბატონო, აი ხა ჩვენ განვიხილეთ რაღაცეები და ხვალ 3 საათზე პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისში რომ მოგწანდეთ თუ შეგიძლიათ. თქვენი სათაო ოფისი სად არის მითხარით? ელდუაშვილის ქუჩაზე. სად? ელდუაშვილის ქუჩაზე. გარნიცეკის და ოლიმპიკის კვეთაა. ისი? გარნიცეკის და ოლიმპიკის კვეთაზეა ელდუაშვილის ყოფილი ელდუაშვილის ქუჩა, ეხლა რა ქვია ამ ქუჩას? 1 წუთით არა, ელდუაშვილის ქუჩაა, დიახ. ზუსტად არ ვიცი. კარგი, ვიკითხავ მაშინ. იცით როგორი კითხეთ, გარნიცეკის კუთხე იკითხეთ და ელდუაშვილის ქუჩაზე მოგასწავლიან აუცილებლად. აი, ის პროკრედიტში მივალ მე ხვალ, დღესაც შევიდანი განაცხადი. დილით. და ვკითხავ სათაო ოფისს და მოვალ მაშინები. კი ბატონო, ესეც არის შესაძლებელი. ელდუაშვილის 38A-4.271. აი, ეს არის ჩვენი მისამართი და თქვენ მოგწანდებით ჩვენთან. დიახ, სახელზე გვარი მითხარით? ბატონო? თქვენი სახელზე გვარი მითხარით? ლილიკო ენდუკაშვილი. როგორ? ლილიკო ენდუკაშვილი. კარგი, შემოგაგო, დიდი მადლობა. დიახ, და თუ შეიძლება შორტებით მოგწანდეთ. კარგი, ხა მე მგონი ძალიან ხუმრობთ უკვე. არა, არ ხუმრობ საყვარელო, ეს მოვალეობაა ჩემი. კარგი, დაგემშვიდობებით, არა, სასურველია უბრალოდ. სხვალე შორტებით როგორ მოვიდე? მაშინ თან წამოიღეთ, დიახ. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს შეგახსენეთ, რომ სასურველია რეკლამის გადაღებისთვის. ჩვენც გვაქვს აქ რაღაცები, მაგრამ თქვენი ზომები არ ვიცით სამწუხაროდ და. სპორტული ტანი მოხ ძალიან კაი აღნაგობა მოხ. აი, მე რა კარგია. კი. დიახ. კარგით, მე მაქვს თქვენი ნომერი. გამოგაგებით ხო რეკლამაში? რეკლამაში აუცილებლად მობრძანდით ხო? კარგი, დიდი მადლობა. არაფრის, აბა წარმატებები, პროგრედიტ ბანკი, მუდამ თქვენთან არის პროგრედიტ ბანკი. დაიწყო სიცილიზაცია. რადიომანია. რეკლამა